მეორე ჭკვიანს თამაშობს აღმოსავლეთმცოდნეობის მაგისტრი, არაბისტი, რომელიც ახლა იტალიურს ასწავლის. გიორგი ჭაბაშვილი, 37 წლის, ქალაქი თბილისი. სალამები, როგორ ხარ? აბლობა თავად. ცნობილი აღმოსავლური ენა იტალიური სად შეისწავლეთ? მამა მყავდა იტალიური სპეციალისტი და ესე ვთქვათ მემკვიდრეობით რომანული ჯგუფია იტალიური? რომანულ ჯგუფში შედის. რომანულ ჯგუფში შედის. ხუთ სხვა ენასთან ერთად. ჩამოთვალოთ. ფრანგული, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, რუმინული და კატალანური. ბასკური? ბასკური, არა. ფიქრობ რომ არ არის. ფიქრობ? დარწმუნებული. აქ არ დაგჭირდებათ. ფიქრობ რომ არ არის, აქ არ გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ. კარგი, ამ ყველაფერს რაში ხარ დარწმუნებული და რაზე ფიქრობთ ხოლოდ? გავარკვევთ ამ მაგიდასთან. დავიწყოთ? დავიწყოთ. მაშასე, გიორგი ვიწყებთ. უნდა გავაგრძელოთ დიალოგი. სიამოვნებით. ნულოვანი კითხვა უნდა დაგისვათ. ისე გვაქვს 12 კითხვა 500-დან 50000 ლარამდე, მაგრამ თამაში უფრო ადრე უნდა დავიწყოთ თქვენთან. რაზე ჩამოყალიბდით ბასკური ენის თაობაზე? დარწმუნებული ვარ რომ არ არის რომანულ ენებში. აი სად არის აბა? ნახეთ მთელი ტერიტორია უყურეთ. საფრანგეთი, რომანული ენა, ესპანური, რომანული ენა. საზღვარზე არის ორი ბასკურენოვანი პროვინცია, ბასკეთი და გასკონია. ერთი საფრანგეთს ეკუთვნის, ერთი ეს. ხო, რა ენას საუბრობენ აბა? ანგლო-საქსონური ჯგუფი ეგ არ არის. არ არის. აბა, იქ რა არის კიდე აბა? ვაიმე არ მახსოვს, მაგრამ ენათმეცნიერი ხო ხარ? კი. ბასკური არის იზოლირებული ჯგუფი. ხო, ესე მახსოვდა რომ არა, არც ერთში არ შედიოდა. უნიკალური ენა, არც ერთ ჯგუფში არ შედის. ერთადერთი ენაა რეგიონში, რომელიც ლათინიზაციას გადაურჩა. აი ეს არის ბასკური. ვიცი, მაგრამ არ მახსოვს ამ თამაშში არ ვარგა. მაგრამ არ ვიცი და გამოვიცნობ ამ თამაშში ვარგა. სამი დახმარება გაქვს თუ მაინც არც იცით და ვერც გამოიცნობთ. ეს არის შეკითხვის შეცვლა, მინიშნება და სტუმრის დახმარება. ვინ არის სტუმარი? სტუმარი არის ჩემი ყოფილი კოლეგა აღმოსავლეთმცოდნე, მაგრამ უკვე წლებია არის მეღვინე, რაჭაში გადასახლდა ხვანჭკარაში, ალეკო სარდანაშვილი, ესეთი წარმატებული ადამიანი. რაჭა ჩემსაც ახლოა. მაგრამ მე ცოტა უფრო იქით. ნიკორწმინდიდან დაბლა, სოფელი თლუღი. თქვენ პირიქით ნიკორწმინდიდან მაღლა ამბროლა ორისკენ. ხვანჭკარა, ჩორჯო, კიდევ ვინ არის იქ? ალექსანდროული, სადაც მოდის და ხვანჭკარა, ეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ძირითადად. ორი ჯიში ხო, რომ ალექსანდროული და მუჯურეთი. ხვანჭკარა, ხო სწორია? დიახ. კარგი ხვანჭკარა არ ჩამომიტანე. კი. რა თქმა უნდა. ეხლა წამდგენებზე უნდა ვისაუბრო და კიდე იქნება თქვენთან შეკითხვები. წყალი მთის ენერგია ერთ ბოთლში, ჩვენი წარდგენი და ჩემი უსაყვარლესი Coca-Cola Zero, უკვე გაუმჯობესებული გემოთი, მე არც მანამდე ვიყავი ნაწყენი ამ გემოზე, მაგრამ ეხლა კიდე უფრო უკეთესი გემო აქვს, ზუსტად იმეორებს Coca-Cola-ის გემოს. თავისუფლება ერთ ბოთლში. როგორ იქნება იტალიურად თავისუფლება ერთ ბოთლში? La libertà in sola bottiglia. La libertà in sola bottiglia. ან in una bottiglia. In una bottiglia. ან nella bottiglia. ეხლა თუნუქსაც გადაგათარგმნინეთ. დაგინდეთ. და ჩვენი ჭკვიანი პარტნიორი. ჩვენი პარტნიორი როგორ არის იტალიურად? Un partner intelligente. ჩვენი un partner intelligente არის საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან სერიოზული ინოვაციით შემოდის და ამითი მხარს უჭერს არა მხოლოდ საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამებს, არამედ განათლებას საქართველოში. ერთიანი დიდი სტიპენდია, ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ითქვას, დიდი ფულადი თანხა, რომელსაც გრანტ მოპოვებული სტუდენტი გამოიყენებს თავისი შეხედულების სამეფი. დახარჯავს ისე, როგორც მას უნდა. და ვიწყებთ მოძრაობას ჩვენი un partner intelligentes ზონაში. პირველი შეკითხვა 500 ლარი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელსაც სტამბოლის სასწაულად მოიხსენიებდნენ, გაიმარჯვა რეალმა, მანჩესტერ იუნაიტედმა, ინტერმა, ლივერპულმა, მილანმა.
თუ არ ვწდები და მე მგონი რომ არ უნდა ვწდებოდე, ეს არის ის ლეგენდარული თამაში 3-3 რომ მოჩა. 3-0 იგებდა მილანი და მეორე ტაიმში დაუტრიალა ლივერპულმა. ალბათ მანჩესტერი და ბავარიის შემდეგ ესეთი მაგარი ფინალი არ ყოფილა და ჩემი პასუხი არის დე ლივერპული. მანჩესტერი და ბავარიაზე რა შეგიძლიათ გაიხსენოთ? მანჩესტერი და ბავარიაზე შემიძლია გავიხსენო რომ მთელი თამაში იგებდა ბავარია და 99 წუთზე გაათანაბრა მანჩესტერმა და შემდეგ წუთზე გავიდა წინ. 99 წელი. ვინ არის აქ სწორი პასუხი? აქ არის დე ლივერპული. მანჩესტერი და ბავარია ხო არ იყო სტამბოლში? არა მგონია. სად იყო ხო არ გახსოვს? ვაიმე არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად მახსოვს რომ არ იყო. მაგრამ ნამდვილად გახსოვს რომ ლივერპული რეალი თუ ლივერპული მილანი, ლივერპული მილანი, ლივერპული მანჩესტერი, ლივერპული მილანი? ლივერპული მილანი იყო. ხო, ის თამაში იყო ბარსელონაში. აქ ნამდვილად იყო ლივერპული მილანი და ლივერპული იყო სწორედ გამარჯვებული. 500 ლარი თქვენ? შეკითხვა მეორე 1000 ლარი. რა ქვია მკითხავ ქალს გაბრიელ გარსია მარკესის რომანში ავბედითი საათი? კარგად დაფიქრდით ახლა. გვადალუპე, კასანდრა, მირანდა, მელისანდრა, ელეონორა. გაბრიელ გარსია მარკესის სადმე ჩემი დამოკიდებულების შესახებ ხო არ გაგიგიათ რამე? არა, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ უაღრესად დადებითი უნდა იყოს. უკიდურესად. უკიდურესად. ჩემიც და სამწუხაროდ ყველაფერი მაქვს ბევრი, ანუ პატრიარქის შემოდგომა მაქვს წაკითხული, მაქვს წაკითხული მარტოობისას წელი მე. მარტოობისას წელი რა თქმა უნდა და მაქვს კიდე ჩემი ზევდიანი კახმების მეძავების სხვადასხვანაირად არ უნდა. საერთოდ ორიგინალში ბოზების არის. ბოზების არის ნამდვილად. მაგრამ აი აქ ძალიან მიჭირს. ნუ კარგი, მაშინ პასუხებით ვიმსჯელოთ. გვადალუპე ძალიან სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გავრცელებული სახელია და როგორც ვისი ზედმეტ სახელია გვადალუპე? ღვთისმშობლის ზედმეტი სახელია. კითხავი ღვთისმშობელი რაღაცა არ უშვება. არ გამოდის ხო? კასანდრა ბერძნული ფილოსოფიის მითოლოგიიდან და ვინ იყო კასანდრა ბერძნულ მითოლოგიაში? კასანდრა იყო ბერძნული მითოლოგიის ხომ ვამბობდი. ხომ ვამბობდი? აი ვინ შეიძლება დაუძახო ხომ ვამბობდი. ალბათ მკითხავს? არა. მათ შორის, მაგრამ აი ესეთი კატეგორიის ხალხი არსებობს ხომ ვამბობდი. რაღაცა რომ მოხდება და მე რო ვამბობ ხოლმე ხომ ვამბობდი. მაგრამ კასანდრა დამსახურებული ქალი იყო ხომ ვამბობდი სფეროში. იმიტომ რომ მართლა ამბობდა უბრალოდ არ უჭერდა. მირანდა არაფერს არ მეუნებას. მელისანდრა. ვერც მელისანდრა. მელისანდრე. Game of Thrones. მე მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც არ აქვს თქმა. მე მგონი ერთადერთი ხართ ნამდვილად. რა ქვია მკითხავ ქალს მარკესის რომანში ავბედითი საათი? გვადალუპე ნამდვილად არ არის, ეჭვი მაქვს რომ არც მელისანდრა არ უნდა იყოს. და არც ელეონორა, ამიტომ გავჩერდები ორ შორის. დაგჭა ხომ ამბობდი კასანდრა? კასანდრა დაგჭა კი ნამდვილად. და მე ამბობდით თუ არ ამბობდით? მოდით, აბა, იქნება ამჯერადაც გაამართლოს და ხომ ამბობდი, აი კასანდრა. კასანდრა, ხომ ვამბობდი. კასანდრა იყო წინასწარმეტყველი, რომელიც მართლა ყველაფერს სწორად ამბობდა, უბრალოდ არავინ არ უჯერებდა, ესეთი წყევლა ჰქონდა დადებული ღმერთებისგან და მკითხავ ქალს მარკესის რომანში ერქვა კასანდრა, ცხადია, 1000 ლარი თქვენია. კითხვა მესამე, ჩვენი ჭკვიანი პარტნიორის, როგორ არის იტალიურად? Un partner intelligente. Un partner intelligente აგრძელებს მოგზაურობას და ჩვენთან მივყვებით. შეკითხვა მესამე 1500 ლარი. საქართველოს რომელი მეფის წინააღმდეგ იყო მიმართული ორბელთა აჯანყება? დემეტრე მეორე, ბაგრატ მესამე, გიორგი მესამე, რუსუდანი, ალექსანდრე პირველი.
ეგრეთ წოდებული ორბელიანები იყვნენ, მე და პრაქტიკულად ამოხოცეს მთელი გვარი, ძალიან ცოტანი დარჩნენ. კი ბატონო, ვიცი რომ ბაგრატიონების შემდეგ ორი წამყვანი გვარი სამეფოსთან მიახლოებული არის ზუსტად ბარათაშვილები და ორბელიანები. დემეტრე მეორე ამოხოცეს. ეგ პრეტენზია იყო რეალურად სამეფო სახლის ჩანაცვლების. დემეტრე მეორე არის თავდადებული. აჰა. ბაგრატ მესამე არის საქართველოს პირველი ანუ ერთიანი საქართველოს პირველი მეფე. გიორგი მესამე არის თუ არ ვცდები თამარის მამა თუ ის მეორე იყო. გიორგი მესამე ვინ არის? თამარის მამა თუ შვილი? ორივე გიორგი იყო. მეორე იყო მე მგონი მამა და მაშინ შვილი გამოდის. დავიკარგეთ გიორგებში, ყველაზე პოპულარულ ქართულ სახელებში. დავიწყეთ ახლა გიორგებით. გიორგი პირველი. კონსტანტინე გამსახურდია და მაინც ხო გახსოვთ? კი ბატონო. ვისი მამაა გიორგი პირველი? ვარ ბაგრატ მეოთხე. ბაგრატ მეოთხე, კი ბატონო. ბაგრატ მეოთხის შვილი შესაბამისად ვინ იქნება? გიორგი მეორე. გიორგი მეორე სწორია, გიორგი მეორის შვილი ვინ არის? გიორგი მეორე იყო, ესე იგი დავითის მამა. დავით აღმაშენებელი. ესე იგი, გიორგი მესამე იყო დავითის შვილი. კი ბატონო. და მამა ვისი იყო? და იყო თამარის მამა. თამარის მამა. თამარის შვილი? თამარის შვილი იყო რუსუდანი და გიორგი. ანუ გიორგი მეოთხე. ესე იგი მივედით იმასამდე რომ გიორგი მესამე არის თამარ მეფის მამა, კი ბატონო. რუსუდანი იყო თამარის შვილი. ალექსანდრე პირველი დიდი. ყავდა ესეთი მეფეც. კი ბატონო. კარგი სხვათა შორის. კარგი მეფე იყო ნამდვილად, რაც კარგი. აი ახლა ჩვენ ვიცით ორბელიანების აჯანყება. სადაც გაიმარჯვეს ბაგრატიონებმა საბოლოო ჯამში. მაგრამ როდის ხდება ხოლმე აჯანყებები? როცა სუსტია სამეფო კარი. აი ახლა დავიწყოთ გაანალიზება, როდის იყო სუსტი. ძალიან სუსტი იყო, მე მგონი გიორგი მესამის დროს. რამე აჯანყებები ხო არ გახსენდებათ გიორგი მესამის დროს? თანამესაყდრეობის პერიოდში. დავითულუ და დავითნარინი, ხო? აბა ეს ორმეფობაა საქართველოში დავითულუ და დავითნარინი, ეგ რუსუდანის მერე ხდება. ანუ გიორგი მესამე და თამარი იყვნენ 6 წლის განმავლობაში თუ არ მეშლება. ერთად ინაწილებდნენ თანამესაყდრეობდნენ. კი ბატონო. ასე ქვია ამას. და თამარს წესით არ ეკუთვნოდა მეფობა, პაპუნას და იქ რა მოხდა? თვალები დათხარეს მაგას ოღონდ დემნა ერქვა. დემნა ბოდიში, ხო? მერე? კიდე ანუ კარავი იყო, ბევრ ქართოს ჩვენ რომ ვიქარია მერე უკვე ოდლავ მერე. ანუ სწორად მიხვდით გიორგი მესამის დროს დასუსტებულია ასე ვთქვათ და ნუ თამარი ამყარებს. ამყარებს კი ბატონო. ამას ყველაფერს ხო. ბაგრატ მესამე? ბაგრატ მესამეს არ ამგონია რომ მსგავსი პრობლემები ქონოდა. რუსუდანი? რუსუდანი იცით რა იყო ხა როგორ ვთქვა რომ ძალიან ძლიერი მეფე იყო ჩემი აზრით ძალიან ძლიერი იყო ხო აი მაგას ვფიქრობდა ანუ არანაირი პრობლემა არ უნდა ქონოდა მაგრამ პრობლემა მერე იყო რუსუდანის დროსაც და მერეც ხო ორმეფობა საქართველოში იქ საჩავაკვეთოთ ახლა ორბელიანი მონღოლები რო გამოჩნდნენ მაქედან დაიწყო პრობლემა თავისი პრობლემები იყო მაგრამ ორბელიანების რავი შეიძლება ორბელიანებიც იყვნენ სადღაც ჩუვაში ხო ვერ დემეტრე მეორე თავდადებული როგორც სწორად მანდაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო მაგრამ ალექსანდრე პირველი დიდი ინტუიცია თუ რაღაცას მესემ კარნახობს რომ არ უნდა იყოს არანაირი რატო რაკიღა დიდია ამაში ლოგიკა რასა და რა შორის არჩევთ გიორგი მესამე და და რას ირჩევ გიორგი მესამეს ვირჩევ დარწმუნებული ხარ კი კითხვის შეცვლა სტუმრის დახმარება მინიშნება არ გჭირდებათ მე მგონი რომ ამ ეტაპზე არა დავაფიქსიროთ გიორგი მესამე გიორგი მესამე ძალიან დიდი ამბები მოხდა დინასტიურ სკანდალს ქალის გამეფების თაობაზე ის ვინც დემნა ბატონიშვილს უშემატკივრობდა იყო ორბელიანების დაჯგუფება ორბელიანების გვარი და შესაბამისად გიორგი მესამე არის სწორი პასუხი 1500 ლარი თქვენ მადლობა მეოთხე 2000 ლარიანი შეკითხვა. შუა საუკუნეების ევროპაში წმინდა მოწამე სებასტიანეს თავის მფარველად მიიჩნევდნენ. სებასტიანეს თავის კი არა, თავის მფარველად სებასტიანეს მიიჩნევდნენ. მჭედლები, დალაქები, მოისრეები, ყასბები, მეთევზეები. მგონი პირდაპირ უნდა მიპასუხოთ თან. მეთევზეებს მე მგონი.
წმინდა სებასტიანი გითხავთ გამოსახულება. მეთევზეები კი არა და მეისრეები. სულ ყველა ნახატში მახსოვს რომ ის ასესვრიან. აბა მეთევზეები. უცებ წამოვუცდა თორე ისე პირდაპირ გეგონათ რომ გაუჭებია. ხო, უცებ პირდაპირ წამოვუცდა თორე პირდაპირ საწოდნელია, ზღარბივით არის პრაქტიკულად ყველა ნახატში. რატო? და ეს დაწვრილებით არ მახსოვს. ასე დასაჯეს სიკვდილით წმინდა სებასტიანი. მაგრამ მახსოვს რომ ყველა ისრებით, ნახატში არის. ნუ აღარ ბევრს აღარ ვილაპარაკებთ, ნამდვილად ყველგან გამოსახულია ისრებით, ასე დასაჯეს სიკვდილით, მეცაც გეტყვით, აი მართლა ზღარბივით, აი გადაფარულია მთლიანად ისრებით. დიახ, მოისრეები ცოტა ცინიკურად, მაგრამ მიიჩნევენ წმინდა სებასტიანეს თავის მფარველად. 2000 ლარი ამასობაში თქვენ და დახმარებაც არ აქვს დახარჯული, un პარტნერ ინტელიჯენტე. ხო, რა ვიცი, პარტნერ ინტელიჯენტე ზონაში მიაბიჯებ ძალიან თავდაჯერებულად. როგორ არის იტალიურად თავდაჯერებულად? როგორ იქნება და შუამდენი ხანი გჭირდებათ გახსოვთ? არა, ცოტა ნერვიულობ და მაგის ცოტა არა, ძალიან ნერვიულობ. ხო. აი, როცა თავდაჯერებულობა დაგიბრუნდებათ, მითხარით როგორ არის იტალიურად თავდაჯერებული. 2500 მეხუთე შეკითხვა. აუდიო შეკითხვაა და მივტრიალდეთ. არა, არ მივტრიალდეთ, თუ გინდათ ყურებს რამ მე ვგარი ახლა რაღაცა იტალიური ენის ცოდნაზეა ეს ყველაფერი. ელუჩევან ლესტელე ქვია სიმღერას. ჯერ წავეკითხო შეკითხვა. რომელი ოპერის ცნობილი არის ნაწყვეტი გამოიყენა ფრედი მერკურის სიმღერაში It's a Hard Life? ჯამბაზები, ტრისტანი და იზოლდა, ტურანდოტი, რიგოლეტო, ფიგაროს ქორწინება. რიდი პალიაჩი ქვია ამ სიმღერას ლუჩევან ლესტელე სხვა არის. რიდი პალიაჩი. ლანცას ბრწყინვალე შესრულებითაც არის. ვინ არის მე ახლა? ჯამბაზი არის იტალიურად პალიაჩო ან ბუფონე. ასე რომ პალიაჩი უნდა იყოს. თავდაჯერებული როგორ არის? ჯერ კიდევ ვერ დაიბრუნე. ეს ძალიან თავდაჯერებულად გაეცით ეს პასუხი. ჯამბაზები ჯამბაზებია ვისია? ჯამბაზები თუ არ ვცდები პუჩინის. მაშინ ვერდის არ არის. ლეონ კავალოსია. ლეონ კავალოსი. მოვისმინეთ კიდე ერთხელ. იქნება და გვეშლება და იქნება და ტურანდოტია. ნესუნდორმა. რა არის ნესუნდორმა? არავის ძინა. პრაქტიკულად, ხო? რაო, რასე უუბნება? რიდი არის იცინე. იცინე ჯამბაზი, ხო? რიდი, აიც, მაგრამ ტრაგიკული არია. გატეხილი გულიცო და ისიც ამბობს with a broken heart. აი ასე, დაწყალი კანიო. ცოლის ღალატის შემდეგ ნამდვილად ჯამბაზებია? აუცილებლად. კანიო ჯამბაზებია? ცოლი რო ღალატავს კანიოს და იქ ტირის და ეს რო ეუბნება. მე რა რო გული გაგიტყდა ეს დამპალიწოთი სოფელი მაინც იცინე ჯამბაზებია? ჯამბაზებია აუცილებლად. პასუხი მივიღე ჯამბაზები. ემიასობა. გენიალური ნოტების კითხვა. მე არ ვიცი ამ რა იცოდა. მაგრამ რაც იცოდა რომ ყველაზე კარგად იცოდა ეს ფაქტია. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული არია ჩემი აზრით ნამდვილად. ლეონ კავალოს ჯამბაზები სწორია და 2500 ლარი კიდე უდახმარებოდ. კიდე არ გახსენდებათ თავდაჯერებული როგორ არის იტალიურად? არ ფიქრობ, მაგაზე ვერ ფიქრობთ. მე-6 შეკითხვა 3000 ლარი. იუჯინ სერნანი ჯერჯერობით უკანასკნელი ადამიანია, რომელმაც ორგზის მიიღო ნობელის პრემია გაიარა მთვარეზე. დაიპყრო მწვერვალი ჩოგორი, ფეხით შემოიარა დედამიწა
აღმოაჩინა ქიმიური ელემენტი. არაფერს არ მეუნება ეს სახელდაგვარი სამწუხაროდ. იუჯინ სერნანი. სერნანი. სერნო. დელა სერა. დელა სერა. სერა არის საღამო. კაი, ორგზის მიიღო ნობელის პრემია. შეიძლება რაღაც ყოფილიყო ცნობილი ფიზიკოსი ან ქიმიკოსი და მიღებული კონდეს. გაიარა მთვარეზე. ხო, აი გაიარა მთვარეზე რაღაცათო მეეჭვება. დელა სერა. დაიპყრო მწვერვალი ჩოგორი. იცით რა არის ჩოგორი? მწვერვალი ჩოგორი. 8000-იანი მწვერვალი. ანუ ჰიმალაის თათა სისტემაში შედის? კიდე 8000-იანი. ხო. ფეხით შემოიარა დედამიწა. აი რაღაც აღმოაჩინა ქიმიური ელემენტი. სერა. სერა, საღამო. რა არის სერაო? სერა არის საღამო. გასაგებია. მაშინ ის არის რაც მე პირველ თავიდანვე გამოვრიცხე. რა გამორიცხეთ თავიდანვე? მთვარეზე გავლა. რატო საღამოდან მთვარეზე გავლა? მაი რაღაც საღამო მთვარესკენ მთვარის ქვეშ გავლა საღამო. ჩოგორი როგორც ამბობენ, ეს მეორე მწვერვალია სიდი. როგორც ამბობენ, ჯომოლუნგმაზე უფრო რთული მწვერვალია. დასაპრობად. შეიძლება სულ რამდენიმე ადამიანს კონდეს დაპრობები და ეს იყოს ბოლო. ახეთ სერა. ვაიმე. არ ვიცი რა ვქნა. მინიშნება ხო არ გამოვიყენო? ამიხენეთ. მოდით იყოს მინიშნება. მაშასე მინიშნება იუჯინ სერნანი იყო ამერიკელი ასტრონავტი. პასუხი? ბ გაიარა მთვარეზე. ხო, იცით რომ ყველა არაფერს არ ვამბობ. კი, მაგრამ აი შემდეგ ჯერზე შეიძლება ისევ არაფერი არ ვთქვა თქვილად, მაგრამ პოზიტიური მიმართულებით არა, ნეგატიური. ამჯერად არ დამიჯერეთ და არადა უნდა დაგეჯერებინათ, მაგრამ გამოიცანეთ საბოლოო ჯამში დახმარების ხალხზე იყო. გაიარა მთვარეზე 3000 ლარი თქვენია და ჩვენი კიდევ ერთხელ un partner intelligentes ზონაში ბოლო შეკითხვა, სამაგეროდ პირველი გარანტირებული თანხა 5000 ლარი. რომელი ქვეყნის ფულის ერთეულია ბალბოა? პერუ, ურუგვაი, იამაიკა, ნიკარაგუა, პანამა. პირდაპირ ვრიცხავ, გამოვრიცხავ იამაიკას. რატო? იმიტომ რომ ინგლისურენოვანი ქვეყანაა და არ ამგონია რომ ესეთი ესპანური კონოტაციით ქონდეთ ფულის ერთეული. მერე? პერუში თუ არ ვცდები რაღაცა მახსოვს რომ პესო უნდა იყოს, ოღონდ თავს ვერ დავდებ. უშუალოდ. ურუგვაი არგენტინის მეზობელია, მაგრამ ეგრა შუაშია. მოკლედ ნიკარაგუას და პანამას შორის მგონია რომ რა შეგიძლიათ მითხრათ ნიკარაგუაზე და რა პანამაზე? ნიკარაგუაზე შემიძლია ვთქვა რომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კლიმატურად ერთ-ერთი სუფთა ქვეყანა არის. მე არ ვიცი როგორი ქვეყანა არის, მაგრამ ჩვენი სადაო ტერიტორიები აღიარებული აქვს. პერუში წავს აფხაზეთში დანიშნული, ამიტომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ქვეყანაა. სასაცილო დედაქალაქით მანაგუა. სასაცილო დედაქალაქით მანაგუა, მაგრამ ეს ეჭვმა იამაიკელებს უფრო კარგად ესმის. მერე? პანამაზე ბევრი არაფერი არ მსმენია. პანამის არხი არის ერთი ცნობილი და თვითონ პანამა არის ერთ-ერთი ყველაზე აი როგორია პანამა? არის ოფშორული ზონა, სადაც ვიცი რომ აი ქართველი ემიგრანტები, ვინც კანადაში მიდიან, ზოგს უწევს ხოლმე პანამაში გაჩერება და მე პირველად გავიგე. და გამიგია რომ აი ბუტკაშიც და მაღაზიაში ზოგ გახვიდე, მოკლედ ყველგან აი ავტომატიანი ხალხი დარბის და მოკლედ ძალიან რა ბუტკაში რომ მიდიან, რა ვალუტას ხარჯავენ? აი ეგ სამწუხაროდ არ მეკითხავს. პანამა არის ნამდვილად ოფშორული, პანამაში დგას უზარმაზარი ცათამბჯენები. არის ერთ-ერთი ფინანსური ჰაბი მაგ ტერიტორიაზე. მე არ ვიცი ავტომატიანი ხალხის შესახებ არაფერი და თან ვერ ვიგებ კანადაში თუ მიდიან პანამაში რატო ჩერდებიან. მოკლედ ეგეთი ამბავი იყო 1-7-8 წლის წინ. და პანამა არის დაახლოებით იმ რეგიონის მალტა. მალტაც ხო უცნაური ქვეყანაა, რაღაცა
განსხვავებული ენების ნაკრებით, არაბული, იტალიური ენის. არაბული, იტალიური, ინგლისური პირველ რიგში, იმიტომ რომ სახელმწიფო ენა იყო და რეცეპცია ბევრი ენების. პანამაც უცნაური ქვეყანაა ესეთი, იმიტომ რომ ვერ იტყვი რომ ბოლომდე ესპანურენოვანია, იმიტომ რომ იქ თუ არ ვწდები ინგლისური უფრო მეტად არის მიმოქცევაში. და ამას გარდა ძალიან ბევრი აზიელი ცხოვრობს პანამაში. და ინდიელი, ძალიან უცნაური მიქსია. კი, ესეთი ქვეყანაა პანამა. ნიკარაგუა, პერუ, ურუგვაი, ნიკარაგუა, იამაიკა სწორად ვწანეთ, ეს არის ინგლისურენოვანი ქვეყანა, ეს არის აფროამერიკელი ტყვეების, ასე ვთქვათ, აქცეული ტყვეების მიერ შექმნილი. რასტაფარიანელები არიან კი. და იქ დოლარია მიმოქცევაში ცხადია. პერუ, ურუგვაი, ნიკარაგუა წმინდა ესპანურენოვანი ქვეყნებია, პანამა ასევე ესპანელი კონკისტადორების ამბავია. რას გეუბნებათ სიტყვა ბალბოა? სასცილო იქნება რა ვთქვა, რასაც როკი ბალბოა, ხო, მესმის. მაგრამ ისტორიიდან არ გახსოვთ არავინ ბალბოა. ვერ ვიხსენებ. შეიძლება კორტესის ხელა არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ესპანელი კონკისტადორი. ესპანელი. ო და რახან კონკისტადორებზე ჩამოვარდა საუბარი, მახსოვს რომ მონტევიდეო არის ურუგვაის დედაქალაქი, რაც თარგმანში ნიშნავს ხედავ მთას. ლუიჯი მონტევიდეო თეთრი ხელთათმანი. მაგრამ რამდენად ბალბოამ აღმოაჩინა ურუგვაი, აი ეგ ნამდვილად არ მახსოვს. სად არის პანამა ისე, ხო არ გახსენდებათ? მექსიკის ცოტა და მექსიკის დაბლა. ნიკარაგუა? ნიკარაგუაც ახლოშია. სად? ცოტა სამხრეთის. ლათინური ამერიკისკენ. ურუგვაი? ურუგვაი სამხრეთ. ხო და კონკისტადორები ამასობაში სად იყვნენ? აი ლათინურ ამერიკაში დავრჩეთ მექსიკის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ჩავიდეთ სამხრეთით? მე მგონი უნდა დავრჩეთ ზევით, ოდნავ ზევით თუ დაგვაჩვენოთ ლათინურ ამერიკაში. სწორია. ეხლა ნოლით გაგიშვი. ვფიქრობ. რიდი ბაიაში. კიდე ერთი არის რომ ეს დაბოლოება ბალბოა და ნიკარაგუა. ნიკარაგუა. მოდით გავრისკავ და ვიტყვი პანამას. მე ხო გითხარით რომ ნულით გაგიშვებთ. ძალიან მინდა რომ არია გიმღეროთ ლეონ კავალოდან რა ვქნა. ერთ-ერთი ყველაზე რთული და ტრაგიკული არია მინდა რომ გიმღეროთ. შემდეგ შეკითხვაზე ამოცანაა რომ ნულით გაგიშვებთ. შემდეგ შეკითხვაზე ნულით ვერ გაგიშვებთ, იმიტომ რომ 5000 გექნებათ გარანტირება. კითხვის შეცვლილსაც მეშინია, იმიტომ რომ იქ რა შეკითხვა მოვა მე ჩახედე მეგობარს თვალებში, როგორ არის იტალიურად? Guardanelli occhi tuoi ai tuoi amici, amico, ვიცი. ასხალ შორის ალეკო მალტაში ცხოვრობდა. თქვენც უნდა იცოდეთ წესით ცოტა იტალიური, არა ალეკო? ცოტა კი. ცოტა კი. მაგრამ მალტაში ძირითადად ინგლისურად. მალტაში რა არის ფულის ერთეული? მალტური ლირა იყო და შემდეგ შემოვიდა და ევროკავშირია, ხო? კი. ეს გართობთ ახლა რა. იტალიური ცოდნია ალეკოსაც და ორ ხმაში გიმღერებთ. მოდით გავრისკავ და ვიტყვი პანამას. აშ? ღერით თუ არა? ვიმღეროთ მაშინ ერთად. დაიწყეთ და მე აკვალი. რიდი პალიაჩის სიტყვები რო არ მახსოვს? არ გვიდა სიტყვები. გამოიტანეთ ვიდეო ჩვენ ახლა ღერით. ალეკო არ აკვალვით? მიდი. მამაღლა. ახლა მამაღლა. პალიაჩო. არარი არარა. ეს ვარჯიშობ ახლა რომ ნოუზე კარგად გიმღეროთ. მაგასაც არ გაღირსებთ რომ პავაროტი გიმღეროთ. მე უნდა გიმღეროთ. პანამა თუ ნიკარაგუა. პანამა თუ ნიკარაგუა. ლა ბემზადები ყელს ვისუფთავებ. მას ვიყენებ. პანამა. პანამა მიღებულია. რიდი პაიაჩო. ისე მინდოდა მაინც ვიმღერებ, იმიტომ რომ სწორი პასუხია პანამა. მადლობა. 5000 ლარი თქვენ. გარანტირებული ხარ. ბალბო იყო კონკისტადორი, რომელიც პანამამდე ჩავიდა.
უკან მოუხედავობის ზონა შეკითხვა მერვე 7000 ლარი. ჩამოთვლილთაგან რომელი ბრძოლა არ გამართულა მეორე მსოფლიო ომის დროს? არ. ივო ჯიმას, მეგრულად ჟღერს, ელ ალამეინის, მონტე კასინოს, სუსიმის, მიდუელის. ივო ჯიმა ნამდვილად იყო და ამაზე ფილმიცაა გადაღებული. სად იყო ივო ჯიმა? იაპონიაში რა თქმა უნდა. და ფილმიცაა გადაღებული კლინტ ისტვუდს. ელ ალამეინს მახსოვს რომ იყო მეორე მსოფლიო ომის დროს რომელიღაც არაბულ ქვეყანაში არაბულ აფრიკაში. დიახ. მონტე კასინო. მონტე კასინო, მე მგონი ყველა ცნობილია, რაც დაასახელეთ იქიდან, ოღონ მეორე მსოფლიო ომის დროს გამართულა თუ არა. ისე რომ ცუსიმა ყველაზე ცნობილი აქედან, ოღონ მეორე მსოფლიო ომის დროს გამართულა თუ არა, ეს თქვენ არ ვიცით. მიდუეი. ხო, აქ ნამდვილად უნდა გამოვიყენო სტუმრის დახმარება. კარგით, სტუმრის დახმარება. ალეკო. ესე იგი ივო ჯიმა ნამდვილად იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე იყო ბრძოლა. აჰა. ნუ ალამეინიც არაბულ უდაბნოში იყო, არ მახსოვს. ჩრდილო არაბული აფრიკა. აი ცუსიმა რაღაც ამსგავსებ იაპონურ დასახელებას და არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მის გამო რომ მხოლოდ ივო ჯიმასში არ იყო ეს ბრძოლები და თუ სწორად ხვდები დასახელებას, სავარაუდოდ ესეც უნდა ყოფილიყო მეორე მსოფლიო ომის დროს. რატო? სხვა ომებში არ იყო იაპონია? კი, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი ჩართულობა მეორე მსოფლიო ომში ჰქონდა. მე-20 საუკუნეში მაინც. არ არის ესეც ერთგვაროვანი ეს ყველაფერი. არ არის, უბრალოდ ლოგიკას ვცდილობ რომ გავყვე. მონტე კასინო? აი მონტე კასინო ძალიან ახლოს არის ურთან და აი ვერაფრით ვერ დავაკავშირე რომელიმე ომს, პირველ მსოფლიოს და მეორე მსოფლიოს. ეს მგონია რომ მონტე კასინო უნდა იყოს. რომელიმე ფილმში ხო არ არის ქართულში ნახსენები? არაჩვეულებრივ გამოფენაში როა რა? ვენაცვალე იაპონელებს შენ საკუთარ ცხენს რო გამოასწარია, ხო? მერე? სუსიმა ხო შესაბამისად იქ პირველ მსოფლიო ომზე უნდა ყოფილიყო საუბარი. ვინგით რა? ვინგით. რა ომები იცით იაპონიის მონაწილეობით მე-20 საუკუნეში? ნუ ჩინეთთან აწარმოა საკმაოდ დიდი ესეთი კიდე? დამპრობლური ომი. ოკეანეთში აწარმოებდა ომებს 20 საუკუნეში. ნუ სანამ ამერიკა არ ჩაერია და მიდუეი. მერე? პერლ-ჰარბორი. მაგის შემდეგ იაპონიის ჩარევით მეორე მსოფლიო ომის მერე არ მახსენდება. იაპონია და რუსეთის ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი იაპონიის ისტორიაში. და მეცაც გეტყვით რუსეთის ისტორიაში. ძალიან შეუბრალებელი ომი იყო. სკურილის კონტროლებისთვის თუ ასწრებით, ხო? მაგრამ მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დროს იყო პირველი მსოფლიო ომი, პირველი მსოფლიო ომია და იაპონია რუსეთის ფლოტების დაპირისპირება იყო 1905 წელია თუ არ მეშლება. მოკლედ ივო ჯიმა, ელ ალამეინი, მონტე კასინო, ცუსიმა, მიდუეი. გაუპასუხე. ენაცვალე იაპონელებს, აი ეგრე თქვენ. მიდუეი ინგლისური დასახელებიდან და მეორე მსოფლიო ომიდან გამომდინარე მგონია რომ იქნებოდა მეორე მსოფლიო ომში. რას პასუხობთ თქვენ, რა უნდა უთხრათ? დახმარება რაში გამოიხატეთ თქვენი? ალბათ ცუსიმა. კარგი, დაუბრუნდეთ პიპინიერის თავს. მახსოვს რომ ცხენებს მეორე მსოფლიო ომის დროს არ იყენებდნენ. პიპინია იყო თუ არა მეორე მსოფლიო ომში? არა, ხო, არ არსებობს, რომ პიპინია მეორე მსოფლიო ომისთვის უკვე ვეტერანი იქნებოდა. ამიტომ მგონია რომ არის. ცუსიმა არის რა არის? ან არაჩვეულებრივი გამოფენა არ გინახავთ? არა, მინახავს, ან მაგრამ ცხენი. პასუხი რა არის? დეცუსი. კითხვის შეცვლაც გქონდა. ფიქრობდი, მაგრამ იყოს დეცუსი. მივიღო? ხო, უნდა ვიმღეროთ კიდევ ერთხელ. არა, ეს ის შემთხვევა არ არის, რომ ვიმღერებთ, იმიტომ რომ ნულზე ვღერი მე მხოლოდ. 5000 ლარზე არ ვღერი. ალეკოსაც ვეთანხმები და მეც მგონია, რომ გადაწყვეტილება. დეცუსი.
მე არ მეთანხმებით? როგორ არა? და პასუხი. Midway. არა, არ გადავთქო. იყოს რაც არის, იყოს. ალეკოსაც დავეთანხმები და იყოს დეცუსიმა. ალეკოს და თქვენ. დეცუსიმა. დეცუსიმა მიღებული. თავდაჯერებულობა გაიხსენეთ როგორ არის იტალიურად. სანამ არ გაიხსენებთ, ეგრე გაწვალებთ სულ. 7000 ლარიანი ბარიერი გადალახული 1905 წელია ცუსიმა, რუსეთ-იაპონიის ომი. მე-9 შეკითხვა 8000 ლარი. ვისი ნაწარმოების მიხედვით გადაიღო მილოშ ფორმანმა ფილმი ვალმონი? ჯუმა მამა, ჯუმა შვილი, შოდერლო დე ლა კლო, ონორე დე ბალზაკი, ალენ რენე ლესაჟი. წაკითხულიც მაქვს სხვათა შორის და ნანახი მაქვს სახიფათო კავშირები, ოღონდ არა მილოშ ფორმანის და ჩემი აზრით ბევრად ჯობია სახიფათო კავშირები. გლენ კლოუზით და მიშელ ფაიფერით, ჯონი მალკოვიჩით. კიანუ რივზით, სხვათა შორის, სულ ახალგაზრდა. კიანუ რივზით, სულ ახალგაზრდა, კიანუ რივზით, სულ ახალგაზრდა უმა თურმანი. კი ბატონო. სახიფათო კავშირები არის დელაკლოსი. შოდერლო დელაკლოსი, ვინ არის შოდერლო დელაკლო და რატო გადაწყვეტეთ, რომ შოდერლო დელაკლოსია? საკითხული ხო არა გაქვს? არა, მაგრამ ვიცი ნამდვილად, რომ მის დაწერილია სახიფათო კავშირები. ვალმონი რო არ მეთქვა სახიფათო კავშირები, გამოცნობდით ვალმონით? სახელით რატო? იცით რომ თავარგბილს ვალმონი ქვია? კი ბატონო. ჯონ მალკოვიჩი ვინსაც თამაშობს, დიახ. კი. შოდერლო დელაკლო და ჯუმა ბალზაკი, რომელიც ბალზაკი ცოტა სხვა სტილია. ბალზაკი ყველა სტილია, იმიტომ ყველა სტილია ოდეს თქვენთან დიდ წერალთან ერთად გრაფომანიც იყო, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი ნაწარმოები აქვს სამყაროს ისტორიაში დაწერილი. თავისი გამავალი პერსონაჟებით. და რაც თავარია, ის იმიტომ ნაწარმოები ყველა დიდი იყო, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თითო წყარში თუ თითო გვერდში ხდიდნენ მაშინ ფულს და წერდა და წერდა და წერდა და წერდა და წერდა. თავის ხვენში. ალენ რენე ლესაჟი ხო არ გეშლებათ შადერლო დელაკლო? სამწუხაროდ არ გამიგია არასოდეს. ალენ რენე ლესაჟი არის ევროპული ავანტურისტული რომანის ფუძემდებელი. და შადერლო დელაკლო არის ერთ-ერთი первый რომანი თუ პირველი არა წერილებში. ეგრეთ წოდებული ეპისტოლარული რომანი. ხო და ეხლა გამოიცანით ეპისტოლარული რომანია სახიფათო კავშირები თუ ავანტურისტული რომანია სახიფათო კავშირები? ვალმონი. მოკლედ, ვალმონი. აი წინა შეკითხვისგან განსხვავებით, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ დელაკლოს დაწერილია სახიფათო კავშირები. ეპისტოლარული ჟანრი ხო ის რას ნიშნავს? კი ბატონო. ანუ იქ მთელი მიმდინარეობა არის წერილებში. სიუჟეტი ვითარდება წერილებში. კი, და ავანტურისტული რომანი ხო გახსოვთ რაც არის? აი ეს ავანტურა თავგადასავალს ნიშნავს ფრანგულად, ხო? ესეთი საქადაგადასავლო ინტრიგებით და ასე შემდეგ. დიახ. ანუ ლესაჟსა და დელაკლოს შორის, მაგრამ აი რაღაც პასუხი. C შედერლო შადერლო დელაკლო მიღებულია. შოდერლო დელაკლო. მახსოვს დედამ მომცა ეს წიგნი და მითხრა რომ წაიკითხო, ისიც მითხრა რომ პირველი რომანია წერილებშია. და ძალიან მაგარი შთაბეჭდილება მოახდინა ამ წიგნმა. ფორმამაც, იმიტომ რომ პირველი ნაწარმოები იყო, რომელიც აი ესეთი წერილებში ეპისტოლარული ჟანრის, რომელიც წავიკითხე. მე რა იყო სხვა ნაწარმოებებიც, უფრო მნიშვნელოვანი მსოფლიო ლიტერატურისთვის, მაგრამ ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა და არ მოველოდი, რომ კიდევ უფრო მეტად მომეწონებოდა ფილმი, რომელიც სრული თანავარსკვლავედისგან შედგებოდა და რომელსაც ვალმონი არ ერქვა, ერქვა სახიფათო კავშირები. სწორია, შადერლო დელაკლო 8000 ლარიანი ბარიერი გადალახულია. შეკითხვა მე-10 9000 ლარი.
კალიფორნიის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ რომელი შტატის პატივსაცემად ჰქვია სახელი ქიმიურ ელემენტს? ტენესი, ორეგონი, ინდიანა, ნებრასკა, კანზასი. ჩაიფუშა. ვაუ. ქიმია და ფიზიკა მიჭირს. მთლიანად ინტუიციაზე თუ იქნები აქ, ამიტომ მგონია რომ გჯობია რომ კითხვა შევცვალოთ. კითხვის შეცვლა მიღებულია. მაშ ასე, სვით შეკითხვას რას უპასუხებთ ისე? თითით წაში რას გაარტყავდით? ან ინდიანა, ან ნებრასკა, მაგრამ მაინც ინდიანას. კი, ტენესი იყო და ელემენტი ტენესი. კითხვის შეცვლა. მე-20 საუკუნეში პარიზში ჩამოყალიბდა კომპოზიტორთა გაერთიანება ექვსეული. რომელი კომპოზიტორი არ იყო ამ გაერთიანების წევრი? არ იყო. პიერ ბულეზი, დარიუს მიო, არტურ ონეგერი, ფრანსის პულენკი, ჟორჟ ორიკი. აი, სად ჩამოკრა უბედურების ზარმა. ნამდვილად. მე მგონი მოვიდა სიმღერის დრო. ამ ხალხის სიმღერებს მე არ ვიმღერებ. იმიტომ რომ არც ერთი არ უქნია ღმერთს. ხო და არც ერთი სახელი და გვარი არაფერს არ მეუნება სამწუხაროდ. რახან უკან მოუხედავობის ზონაში ვართ. თავიდან ბოლომდე უნდა მივენდო ჩემს ინტუიციას, ხო, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკას ვერანაირად ვერ ჩავთავ ჩემს სამწუხაროდ. ვერც მე ვერ დაგეხმარებ, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკა არ არის. ხო. გიორგებში გაგვიმართლა დღეს და ჟორჟი ხო არ თქვათ. თუ დარიუსი ეს პატარიუსია. მოდით, ბევრი რო არ გაწვალოთ, ვიტყვი ბეს. დარიუს მიოს. ჯოკერს გაძლევთ, ჩაერთეთ. ნუ მეც ბევრს არაფერს მეუბნება, მაგრამ აი სახელების და გვარების მიხედვით თუ შეიძლება გამოვიცნოთ, რომელიმე შეიძლება ბოლომდე ფრანგული არ იყოს. აი მაგ მსჯელობას პარიზი ამ დროს იყო სოფლიოს კულტურის ცენტრი, ამიტომ მაგრამ ეგ არ გვაძლევს დიდად არაფერს ფრანგი იყო თუ არ იყო. მე რატომღაც არტურ ონეგერი მგონია. რატო რახან ფრანგი? აი რაღაც ხო არის. არტურ რამბო იყო ეგრეთ ფრანგი, მაგრამ არტურ რატო არტურ რამბო კომპოზიტორი არ იყო და ესეთი უცნობიც არა, დიდი პოეტი იყო. არა, უბრალოდ ფრანგულ სახელს. რემბო. ხომ არის ხვები უფრო თქვენ სახელებით ცდილობთ თუ გვარებით? მე სახელებით ვცდილობდი და მაგიტო მივედი დარიუსამდე. ნუ გვარი ყველა ფრანგულია, მაგრამ ეს ფრანგულია. ანუ შენს მეც მგონია კი. თვალები დახუჭე და თითით კუცეთ. მოდი აბა მე ვცდი რა გამოვა. მე გამომივიდა პიერ ბულესსა და დარიუს მიოს შორის, ადაბეს შორის. აბა ხა თქვენ წავ. ვცადოთ. წავდე. რა გამოგივიდათ? არტური, ონეგერი. რა ვქნა? C თუ B? ნუ B სახელით ხო შეიძლება არ იყოს ფრანგი დარიუსი, შეიძლება დარიუსი მე და ხო, მაგრამ შეიძლება საერთოდ არასწორი ლოგიკითაც კი, ესეც შესაძლებელია რა თქმა უნდა. ნუ აქ ერთადერთი ლოგიკა, რომელსაც შეიძლება მივყვეთ ახლა რა ჩვენ. ხო, აი მეც მაგით მივედი დარიუსამდე, რომ სახელებით გამოვისკენ. მოიცა მე რატო გამწიეთ ახლა მე არა მონაწილეობ ამაში ყოველ ჩემი ლოგიკა თვალების დახუჭი და თითის ტრიალი თვითონ რითი იყო ცუდი. არანაირად, მეტად კასანდრათი დავიწყე. ხომ ვამბო, ამის მერე გეტყვით ხომ ვამბობთ, თქვით ახლა პასუხი. იყოს B დარიუს მიო. და ხა თქვენ წადეთ ალეკო. მე ისევ ჩემს რა გამოგივიდა? C-ზე. C მე ადაბეს შორის ვიყავ, საშუალო არითმეტიკულით კი გამოდის ისე ცოტა. B B დარიუს მიო. B დარიუს მიო მიღებულია. პიერ ბულეზი. წააგეთ, მაგრამ 5000 ლარი გაგვთ. რა ძალიან გავერთე? არაჩვეულებრივი თამაში იყო, მაგრამ თავიდან ბოლომდე ვცდილობდი ამ თამაშის განმავლობაში გამერკვია როგორ არის თავდაჯერებული იტალიურად და ვერ გავიგე. არა უშავს, დავგუგლავ. წარმატებები, აბა თქვენ იცით. მადლობა დიდი. მე ვარ ანა ბაძაღვა, 30 წლის.
პროფესიით ვარ ექიმი, ამჟამად მუშაობ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. მოსულიერება შეგიძლიათ ჩემი გული რო წამოვიდეს თამაშის და პირიქით რომ მოხდეს? იმედი არ დამჭირდება. თავარი ჭკვიანის შემდეგ ეპიზოდში. მერთო ჩემო. ილაპარაკე. მიდი, ილაპარაკე. Keep talking. პარასკევს თავარი არხის საღამოს ეთერში. მოდი შევთანხმდეთ, რომ ჩემი მოსასულიერებელი გახდი.